მოგესალმებით დილის 6 საათზე გავყვიცა ბენზინა სულ რაღაც 4 საათი, მაგრამ მაინც ესე ძალიან გამოვიფრანჭე, მაგრამ დღე ამერია. ეს მინდოდა რომ ჩავეცვა მეორე დღეს, მაგრამ არა უშავს. ესე შევიკრიბეთ მოკლედ ჩვენს ქარხანაში. სადაც გქონდა ქარხნის ტური, პროდუქტის ჩვენება და ასე შემდეგ. აქ უკვე ჩემ კლიენტებს ხედავთ. ეს არის ჩვენი შოურუმი, სადაც გვაქვს მოწყობილი სხვადასხვა პროდუქტები და ვაჩვენებთ და შემდეგ უკვე გადავინაცვლოთ საწარმოო ხაზზე და ესეთი სპეციალური პროტოკოლია, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს და ესე ყველა გავლამაზდით ლურჯი ქუდებით, ვნახეთ ყველაფერი და შემდეგ უკვე გადავინაცვლეთ ნამდვილ პროდუქტებთან, რომელსაც ყველა მეკითხებით, რას ვყიდი ამას, G-Max. შემდეგ უკვე ამის გვერდზე ესეთი რუმინული მაფიური სამშობი დიოდა. ეს ცვლილებები პროდუქტზე ესე გამოიყურება და მე უკვე დავიძარით უკვე ლანჩისკენ, ესეთი ჩინური ლანჩი გქონდა, ძალიან საინტერესო ადგილი იყო, ულამაზესი ჭურჭელი იყო და ესეთი მრგვალი მაგიდები, რომელიც ტრიალებს და ძალიან მოსახერხებელია, როცა ხარ დინერზე და ესეთი პეკინური დაქვი იხვი შევუკვეთეთ, რომელიც იჭრება სხვადასხვა ნაწილებისგან, არის კანი, არის ცხიმი და არის ხორცი და ცხიმი ერთად და აქ უკვე ლუნამ შემოგთავაზა, შემდეგ უკვე მასტერკლასი როგორ უნდა მიგვერთა, იმიტომ რომ სპეციალური ჭამის მეთოდი აქვს და სხვადასხვანაირი გემოს იღებ. ესეთი თხელი ლავაშია, არც ლავაშია, რაღაც ცომის მაგვარი, რომელიც ძალიან გემრიელია. შემდეგ უკვე ვამატებთ სატაცურივით რაღაცა, რომელიც ძალიან უხდება და კიტრია ერთად შერეული. ეს რაღაც იქაური თეთრი ბოსტნეულია, რომელიც ვერ გავიგე რა არის. იხვი, რომელიც შედის სპეციალურ სოუსში და თუ გნება შეგიძლია რომ მოაყარო შაქარი, მაგრამ მე შაქრით არ მიყვარს. შემდეგ უკვე ესე გადავახვევთ რეპივით და თუ გნება შეგიძლია რომ დაამატო ექსტრა სოუსი და მიირთვა. ძალიან მოეწონა ყველას, არის ძალიან გემრიელი, მაგრამ წინაზე როცა მივირთვით, გქონდა საშინელი დიარეა ყველას. ამიტომ არ მოგიწოდებთ მიირთვათ ყველა რესტორანში, არჩიეთ რესტორანი დიდი შეფასებებით და წადით იქ. ყველაზე გემრიელი იყო აი ეს დესერტი, მართლა ძალიან კაი იყო. და ამის მერე უკვე გადავინაცვლე პროდუქციაზე, ეს გავყიდე კოსოვოში, რომელიც არის პირველი პროექტი მთელს კომპანიაში და ეს ქნა თქვენმა პატარა მარიამმა. აქ ხედავთ უკვე ჩვენ ლოგოს და აქ გვაჩვენეს კიდე როგორ ეწყობა თვითონ ეს პროდუქტი, არის ბატარეები და ესე შედის სპეციალური პროტოკოლი აქვს და ძალიან საინტერესო არის ეს ქარხანა, სადაც ვართ არის ჩვენი და კომპანია, რომელიც დღეს შეაკეთებს 8 ესეთ კონტეინერს და სელები, რაც არის ნედლეული, ესე რომ ვთქვათ, თავარი პროდუქტი ჩვენ ვაწარმოებთ, ჩინეთში ვართ ნომერი 2 კომპანია. აქ უკვე ხედავთ ჩემს პოლონელ თანამშრომელს და ყველას, რომელიც ამოწმებდა სხვადასხვა ნაწილს ამ პროდუქტის, ძალიან რთულია. და აქ უკვე ხედავთ ჩემს კლიენტს, რომელმაც იყიდა კოსოვოში და ჩემს სხვადასხვა ჩეხი კლიენტებს, რუმინელ კლიენტს და მოკლედ ყველა აქ იყო. დიდი შოუ გქონდა მოწყობილი და ნებართვა ავიღეთ უკვე ჩემი კოსოვოელი კლიენტისგან რომ გვეჩვენებინა. ამის მერე უკვე წავედით ჩვენ 4 სპეციალურ production-ზე. შემდეგ გადავიდეთ კაროზე, რომელიც არის მთელი ამბავი ჩინეთში და ძალიან უნდა გაერთო. ვიმღერეთ აბა, Queen-ი, 2000-იანების ჰიტები. ძალიან ცოტა რთული იყო რომ მოგვეძებნა ჩინურად სიმღერები და მაინც ძალიან კარგი დრო გავატარეთ, ცოტა უდავლიეთ, ყველა იყო ძალიან ბედნიერი, ყველა ძალიან ერთობოდა. ასე შემდეგ აი ძალიან კარგად გავერთეთ, განსაკუთრებით ბუიარი გაერთო ყველაზე მეტად, ეს ჩემი რუმინელი კლიენტი მოეწონა და კერავდა ესეც და რო ვთქვათ, მაგრამ საბოლოოდ ძალიან კარგი იყო. მაინც ცოტა გვიან დავიშალეთ, დაახლოებით 2 საათზე უკვე დავიძინეთ, იმიტომ რომ დილით ისევ 9:30-ზე გვიწევდა სხვაგან წასვლა, თუმცა ხედავთ ამ ყველაფერს არ შევიჩერები ვართ და დიდი მონდომებით გავერთეთ და შემდეგ დავიძინეთ.